წერია პირადი აზოგი და უნდა მიცენეს სხვისი საშუალებით ბიუჯეტი. გადაცემა არ შეიძლება. პირველი რასაც პატარკაციშვილს თავისი პროგრამა მოუტანს, ალბათ სასამართლო პროცესი იქნება. დაპირება პრეზიდენტობის კანდიდატს შესაძლოა მომრჩევლის მოსყიდვაში ჩაეთვალოს. 73 მუხლის მეცხრე პუნქტი, რომელიც პედაგოგ გზალავს არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო სუბიექტების ან მათი წარმომადგენლების მიერ ფასიანი საჩუქრების გადაცემას, რაიმე დაპირებების მიცემას, მატერიალური ფასეულობების ან ფულადი სახსრების გადაცემას ან მათი დაპირებების მიცემას ამორჩევლებზე. ეს ნორმა, რა თქმა უნდა, საარჩევნო სუბიექტებს მათ წარმომადგენლებს უგზალავს შესაბამის მოქმედებებს და ამ ნორმის დაცვა სავალდებულო არის აბსოლუტურად ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის. ჩვენი მხრიდან, როგორც სამყურებელ ორგანიზაციის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დამატებით იქნება შესწავლილი და თუ კანონი, ასე ვთქვათ, თუ იქნება აუცილებლად ჩვენი მხრიდან საჩების შეტანის ეს ერთი და მეორე კანონი მოგცემს ამის საშუალებას შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. შეხიდება, გარღვევა, გაბრწყინებული ქვეყანა ბადრი პატარკაციშვილის პროგრამის 3 ეტაპია. პირველ შეხიდების ეტაპზე ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას ისევე როგორც ჭიგო ეხიდება ვაზის ნარგავს მოძლიერებამდე. ჩვენ გვჭირდება დრო, რათა ეკონომიკის აღმავლობისკენ ჩახერგილი გზა გავწმინდოთ. ჭიგო პატარკაციშვილის ფულია. საქართველოს მოსახლეობა არ გადაიხდის 100 კილოვატი ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადს. პატარკაციშვილი ბაზზე პირდაპირ მნიშვნელობითაც საუბრობს. პრეზიდენტობის კანდიდატი სრულად აპირებს მომავალი წლის ყურძნისა და ციტრუსის მოსავლის ყიდვას. მე გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრამა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან კახეთში ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის სეთქვა, რომელიც განურჩევლად ყველას სერიოზულად აწუხებს და სამწუხაროდ ძალიან ხშირად ისეთქვა ვენახები. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც არის ჩვენს პროგრამაში, ეს არის ზუსტად ძალიან სერიოზულად დაზღვევა ამ პრობლემისაგან კახეთის მოსახლეობის. საწყის ეტაპზე ყველა უმშევარს 600 ლარი, მინიმალური ხელფასი 300, პენსია 120-დან 150 ლარამდე. პირველი შვილისათვის ოჯახი 3000 ლარს მიიღებს, მეორე შვილი 4000, მესამე შვილი 5000 ლარი. ეს ყველაფერი ჯერ დაპირებაა. დაპირების შესრულებას პატარკაციშვილის პრეზიდენტად არჩევა სჭირდება. არ მოცემ საშუალებას, რომ ოლიგარქს საქართველოს აქციებს მათხოვრება კიკუთ. საქართველოს კიკუ არ არის. ამ ხარდაჭერის ეტაპისთვის ჩემი პირადი სახსრებიდან გამოყოფილია 1,5 მილიარდი ლარი. გარკვეული ინფლაციური დაძაბულობა იქნება, მაგრამ წმინდა მორალური თვალსაზრისით, როდესაც ლაპარაკია სოციალურად დაუცველი ფენებისთვის დახმარებაზე, ამ შემთხვევაში ინფლაციაზე საუბარი და ამ არგუმენტით, ამ კონტრარგუმენტის გამოყენება, მე მგონი მორალთან მაინც და მაინც გარდამოკიდებულებაში არ არის. შედეგად შეიძლება მივიღოთ ისე ვის ჩაბნელებული ქუჩები, ისე ვის ავტომანქანების შინების დაწვა, რომელიც ჰქონდა 15 წლის უკან. ბადრი პატარკაციშვილმა თავისი პროგრამით ყველაზე მეტად როგორც ჩანს ლეიბორისტები დააფიქრა. შალვა ნათელაშვილის რეაქციამ არ დააყოვნა. ბატონმა ბადრიმ დაიწყო ჩვენი პარტიის პროგრამის გახმოვანება, სადაც გათვალისწინებულია სწორედ რომ პირველ ბაჟზე იქნება 1000 ლარი, ოჯახის შექმნაზე იქნება 2000 ლარი, რომ გაზის და შუქის ფულს დაფარავენ მსხვილი ბიზნესმენები და მათ შეღავათება იქნება საგადასახადო. განცდა რომ ბადრი პატარკაციშვილის პროგრამა ორიგინალური არ არის, პოლიტოლოგებსაც გაუჩნდათ. სააკაშვილმა ყველაზე ძლიერი აქცენტი გააკეთა საქართველოს სიღარიბის გარეშე რო თქვა, სიღარიბე თუ წამოვიდა წინა პლანზე და ეკონომიკა წინა პლანზე, მაშინ ის ნაბიჯი უკვე პატარკაციშვილის ნაბიჯი სააკაშვილის ფეხის შეწყობის იერს ატარებს და მასთან შეჯიბრის იერსაც. რასაც არ უნდა დაგპირდეთ ეს მმართველი ბანდა. რამდენი ფულიც არ უნდა შემოგთავაზონ ბიუჯეტის განვითარებისთვის. ჩემი შენატანი იქნება 2-ჯერ მეტი. ყოველი მათი დაპირება უბრალოდ გაამრავლეთ 2-ზე. არსებული ხელისუფლება ხომ დანაპირებიდან ნახევარს მაინც მოიპარავს. ბადრი პატარკაციშვილის ამ განცხადების მერე თამასა აიწია. არჩევნებამდე დარჩენილ 18 დღეში პრეზიდენტობის კანდიდატების ამორჩევლების ხმებზე დადებული ფსონები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ფულით არ შეიძლება ყიდვა ყველაფერს, ფული არის ეს საზომის ერთეულია უბრალოდ. დიდი რესურსია, უმაღლესი. თუ ამას რომელიმე მოკიდებს და გამოიყენებს, ჭკვიანი კაცი ამას არ გაუშვებს. აი ესეთ მომენტს ჭკვიანი კაცი ნამდვილად არ გაუშვებს. წინა საარჩევნო კამპანიაში საერთოდ უყვართ ხოლმე ძალიან ბევრი დაპირებები, რომლებიც არ სრულდება შემდეგ პრაქტიკულად. ბადრი პატარკაციშვილი მიმართვის ბოლოს აშკარად მოერიდა პლაგიატს და 3 წლის წინანდელი რევოლუციური მოწოდება კმარა მარტივად შეცვალა. ერთად უთხრათ მათ 5 იანვარს. გეყოს ბადრი პატარკაციშვილი.